სამართლებრივადაც და მორალურადაც ჩემთვის ცხადია, რომ მზიას საქმის კვალიფიკაცია არის სრული აბსურდი, სწორედ იმის გამო, რომ ეს სილა, რომელსაც ჩვენ ამ კადრებში ვხედავთ, არ არის ძალადობრივი სილა, ის არის ღირსების დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი. მზიას мотиваცია და მიზანი არ ყოფილა პოლიციელის დაზიანება და ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ ეს არ არის იმ ინტენსივობის ქმედება, რომელსაც შეუძლია რაღაცა ტიპის ტანჯვა, ტკივილი გამოიწვიოს, ვინც არ უნდა იყოს, ხო, მისი ადრესატი და მით უმეტეს როცა პოლიციელზეა საუბარი. ამიტომ ჩემთვის ნათელია, რომ მზიას საქმე არის სრულად შეკერილი, ის არის რეჟიმის პატიმარი და ამ საქმის мотиваცია არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კადრებს და ამ მომენტს წინ უძღვის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ჩაკარგულია ამ საქმეში და ბუნებრივია ჩვენთვის ყოველთვის ცხადია, რომ მზიას მოქმედებას წინ რაღაც ისეთი უძღოდა, რაც ძალიან შეურაცხყოფდა მას და ისიც ცხადია, რომ სილა, რომელსაც მზია იყენებს ამ შემთხვევაში და ზოგადად სილის გაწუნაც არის რაღაცა კუთხით ღირსების დაცვის გამოხატულება, ეს არ არის ძალადობრივი სილა, ხო? ის რასაც ჩვენ ხედავთ მზიას მოქმედებაში, ეს არ არის მისი მხრიდან განზრახული, რომ იყოს ვიღაცისთვის ტკივილის მიყენების ან ძალადობის გამოყენების მიზნით განხორციელებული ქმედება, ეს მზიას მხრიდან იყო მისი ღირსების დაცვის ქმედება და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამას წინ უძღვის მოვლენები, რომელმაც ის ჩააგდო ამ მდგომარეობაში, რომ მისი ღირსების დაცვა ამ ფორმით გადაწყვიტა და ვიცით კიდეც, ხომ? წინ რა უძღოდა მისთვის შეურაცხყოფა მიყენება, ის ხედავს, რომ მის გარშემო პოლიცია აკავებს მის ახლობლებს და მეგობრებს სრულიად უსაფუძვლოდ და ამ კონტექსტმა მას არა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. თუ ასეთი აბსურდულია ეს საქმე, მაშინ ალბათ უნდა დავსვათ კითხვა, მაშინ რატომ გადაწყვიტა რეჟიმმა, რომ მზია ყავდეს პატიმრად, ხომ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად უნდა ვთქვათ მზიას საქმიანობა და ბათუმელების საქმიანობა არა მხოლოდ რეგიონში, საქართველოს მასშტაბით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, დამოუკიდებელი და ეთიკური მედია, რომელიც აშუქებდა და აშუქებს ყველაზე მწვავე პრობლემებს რეგიონში და საქართველოს მასშტაბითაც, ხომ? ეს მედია საშუალება და გამომცემლობა აფხიზლებს საზოგადოებას და ესაუბრება ყველაზე დაჩაგრული და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზე ქვეყანაში, რაც პოლიტიკურად ძალიან მწვავე იყო, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის. თუმცა მხოლოდ ეს არგუმენტი არ არის, ჩემი აზრით, პასუხი ამ კითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალაუფლება მზიას ტყვეობაში დატოვებით ცდილობს საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ მას შეუძლია ყველაზე აბსურდულ სამართლებრივ საქმეშიც კი დაიცვას თავისი პოზიცია და ხალი პოლიტიკური პატიმარი ყავდეს სრულიად უკანონოდ ტყვეობაში. ხო, ამით ის თავის ძალაუფლებას აჩვენებს საზოგადოებას და ეუბნება, რომ აი ყველაზე აბსურდული სამართლებრივი ბრალდებითაც მას შეუძლია იმდენად დიდი ძალაუფლება აქვს და იმდენად მტკიცია თავის ძალაუფლებაში, რომ მზია შეუძლია 100 დღეზე მეტი ყავდეს პოლიტიკურ პატიმრად რეჟიმს, ხომ? ამიტომ ბევრი ფაქტორია, რაც განაპირობებს იმას, რომ მზია რჩება პოლიტიკურ ტყვეობაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არ წყდება მისი სოლიდარობის მიზნით აქციები, ადამიანები გამოხატავენ სოლიდარობას და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ თუ დღეს ვინმე აღშფოთებულია მზიას მხრიდან სილის გაწვნით, რეალურად ეს აღშფოთება არაფერს არ ეფუძნება, იმიტომ რომ ჩვენმა საზოგადოებამ ბოლო თვეების განმავლობაში ძალადობის, მართლა ძალადობის, რეალური ძალადობის ბევრად მძიმე კადრები ნახა, რომელზეც სამწუხაროდ იმ ადამიანებს აღშფოთება არ გამოუხატავთ, რომელიც დგებუაძეს იცავენ, ხომ? თუ ვინმე ძალადობა მართლა აღელვებს, მაშინ ეს უნდა გამოიხატოს იმ პოლიტპატიმრების სოლიდარობაში, იმ ნაცემი და სახისძულების დალეწილი ადამიანების სოლიდარობაში, რომელსაც უმოწყალოდ უსწორდებოდა პოლიცია თბილისის ქუჩებში და სხვა ქალაქებშიც. ამიტომ ძალადობას თუ ვგმობთ, ძალადობა რეალურად ჩვენ ნახეთ დემონსტრაციების დროს, როდესაც დაკავებულ ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, სახისძულებს უმტვრევდნენ და ეს იყო მართლა ძალადობა. მზიას სილის გაწვნა არ არის ძალადობრივი აქტი, ეს არის მზიას მხრიდან საკუთარი ღირსების დაცვის აქტი და შეუძლებელია ჩვენის გავუთანაბროთ ძალადობის იმ შინაარსს, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა იცნობს. იმისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმად რაღაც ქმედება განვიხილოთ და დავაკვალიფიციროთ, მას უნდა კონდეს რეალური შინაარსი, ძალადობრივი
მიზანი. ამოცანა, რომ თავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა პოლიციელს რაღაც მიზნით, ან თავი დააღწიო მისგან, ან შურისძიება განახორციელო, ან როგორც მოწმე მოიშორო და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ არც ერთი ეს არგუმენტი და мотиваცია მზიას ქმედებაში არ იკვეთება. ბუნებრივია, ყველა ეს საქმე საბოლოოდ თავს იყრის სასამართლოში, როგორც მზიას, ასევე სხვა პოლიტპატიმრების და პრინციპში მთელი უკანონობა ფორმდება სწორედ სასამართლოებში და სასამართლოა ის, რომელიც ხელს აწერს საბოლოოდ უკანონობას. სასამართლო მზიას აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა ისე, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენაც კი ფორმალურად დადასტურებული არ იყო, ხო? ამიტომ მთელი ეს არგუმენტები, რომ მისი მხრიდან შეიძლება განმეორებით გადაცდომა ან დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი და ასე შემდეგ, ფორმალურადაც კი არ იყო სამართლებრივად დასტურებული. და რაც შემდეგ მოყვა უკვე მზიას საქმეს, მათ შორის მედიაში პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ამ საქმის დეტალებზე საუბარო თითქოს რაღაც დამატებით იციან, რაც ასევე აჩვენებს, რომ ეს საქმე სასამართლოში და მართლმსაჯულებაში კი არ განიხილება, რეალურად სადღაც სხვაგან წყდება და სასამართლო უბრალოდ ტექნიკურად ნოტარიუსივით ამ ყველაფერს აფორმებს, ხო? ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ამ რეჟიმში ვცხოვრობ დიდი ხანია, ჩვენ გვესმის და ვხედავთ, რომ დღეს სასამართლო სისტემა სრულად კონტროლდება ქართული ოცნების მხრიდან. ის იღებს დავალებებს და ასრულებს ამ დავალებებს საკუთარი პირადი უსაფრთხოების მიზნით და რაღაცნაირად სასამართლო და ქართული ოცნება ამ უსაფრთხოების გარანტიებს უცვლიან ერთმანეთს, ხო? და ასეთი საქმეები არის ყველაზე კარგი ტესტი, სადაც მოწმდება ეს ერთგვარი შეთანხმება პოლიტიკურ ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას შორის. მზიას საქმე ამის ნათელი დადასტურებაა, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთი ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ ერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციელმა ახალგაზრდა გოგოს ქუჩაში აქციის დროს თმა მოკაჩა იმდენად, რომ მიაყენა ტკივილი, ხო? და ამის შემდეგ რა მოხდა? ამის შემდეგ ეს ადამიანი დაინიშნა მინისტრის პირველ მოადგილედ. ამიტომ შეუძლებელია ჩვენ ვლაპარაკობდეთ ძალადობაზე, ვგმობდეთ ძალადობას და არ გვახსენდებოდეს რეალურად ის ადამიანები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლები პოლიციელის მხრიდან, განსხვავებით დგებუაძისგან, რომელმაც მზია ამაღლობელისგან სილა მიიღო წინარექმედებების გამო და ამ ჟესტით მზია იცავდა მხოლოდ საკუთარ ღირსებას და არანაირი მიზანი მისთვის ტკივილის მიყენების ბუნებრივი არ ქონია.